დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გავიხილავთ $20,000 ფარგლებში თუ რა SUV შეგიძლია იყიდო. ამ შემთხვევაში მე მოვიყვანე Porsche Macan SE და Hyundai Tucson და ნახოთ რომელი აჯობებს, იმიტომ რომ ამ ავტომობილებში საკმაოდ დიდი განსხვავებებია, მაგრამ ერთი იგივე ფასი ღირს. არხი გამოიწერეთ, სანამ დავიწყებ, ეხლა კი დავიწყოთ. ესე იგი, ჩვენ გვყავს 2023 წლიანი, თუმცა გაფორმებული არის როგორც 2022 წლიანი Hyundai Tucson, რომელიც დღესდღეობით რო იყიდა და MyAuto-ზე ფასები რო ვნახე, დაახლოებით $16,000-დან $19,000 ფარგლებში მერყეობს, გააჩნია კომპლექტაციებს და ასე შემდეგ რაღაცებს და ასევე გვყავს Porsche Macan, რომელიც არის 2015 წლიანი, მაგრამ ასევე დაახლოებით $16,000-დან ზემოთ შეგიძლია ამ ავტომობილების ყიდვა. აქაც რა თქმა უნდა გააჩნია თუ რა დაზიანებით ჩამოვიდა, რა მდგომარეობაში ჩამოვიდა, რა მოდიფიკაცია და ასე შემდეგ. თუმცა, მოდი ჩვენ ახლა კონკრეტულად ეს ორი მოდელი განვიხილოთ და დავიწყოთ ვიზუალით. ვიზუალით რო დავიწყო, რა ვიცი, ახლა როგორ გითხრა, დიდად არც ერთი არ მომწონს, მაგრამ ახლა მოდი ისე რო ავიღოთ როგორც მაყურებლის თვალიდან. Porsche კარგად გამოიყურება, დახვეწილია, ლამაზია, კარგია და ისეთი ავტომობილია, ვისთვისაც არის გათვლილი, ანუ ახალგაზრდა მანდილოსნებისთვის. ოღონდ კურტადას მანქანა იმ ბიჭის, ჩემი CRX-ი რო ხელით აიყვანა პრიცებზე, მორაგბე რო არის და ძალიან დიდი რო არის და ეხლა ეს ვიდეო რო ნახო, სული რო შევიბეროს გამაქრობს, მაგრამ საქართველოში ხო მაგიტო ბევრი მანდილოსნები დადიან, გიო მაგიტო ვიძახი ამას, თორე მე კი არ მივაკუთვნებ მაგ იმას კატეგორიას. ვინც დადის საქართველოში, იმისთვის ძალიან კარგი მანქანაა, იმიტომ რომ ლამაზად ყოხტად გამოიყურება, რაც თავარია Porsche-ა და Porsche-ს ემბლემა გვაგზეთ. გარედანაც და შიგნიდანაც ეს Porsche საათი გვაქვს, რაც ყოველდღიურად ეგოს გვიკმაყოფილებს, რომ ჩვენ Porsche-ზე ვსხედვართ. ვერავინ ვერ დაიწუნებს, ანუ ამიცადმე რომ მიხვალ, ვერავინ ვერ გეტყვის ეს რა მანქანა არის. ხოლო რაც შეეხება Hyundai-ს, Hyundai-მ სხვათა შორის გამოასწორა დიზაინები, ძველი Tucson-ები საკმაოდ მახინჯი იყო, მაგრამ აქ უკვე რაღაცნაირად დახვეწეს რა. ეს გრილი ლამაზად არის რაღაცნაირად. აი, რო შეხედავ ელექტრომანქანა უნდა იყოს, მაგრამ არ არის ელექტრომანქანა, მაგრამ ლამაზია. ფარები პატარა და ისეთი მოწუწკუნ, რანაირი ფარებია. აი ნახე, ესე იგი, ენჯელებს რასაც ვეძახით ჩვენ BMW-ზე. ესენი გვაქვს, ეს არის თავარი ფარი, მაგრამ ეს ენჯელები არის ეს, მაგრამ ისი არის ჩასმული დიზაინში, რომ ცხაურის ფორმას იმეორებს ეს შუშები და ძალიან ლამაზია. თავარი ფარი არის ის. კაი, ეხლა უკან მხარეს გადავიდეთ და ვნახოთ როგორ გამოიყურება ორივე მანქანა. უკაცრავად ბატონო. არ მაქვს 20 თეთრი. წამოდი, გამოდი. უკან მხარეს რაც შეეხება ჩემო მეგობრო. გადაბმული ფარი მომწონს, მაგრამ აი ეს ჩამოწვეტილი ფარები რაღაცნაირად არის რა ვირჩევსი დიზაინში. შევხედო ერთი კიდემ. ეშვებია. ოღონდ აქ კი არა აქ ეშვები. აქ გვერდზე. დებილობა ეშვებია. ხო. ცოტა რაღაცა დეფექტიანი ის არის. გამორა. ვერ იტყვი რომ ცუდი დიზაინია რა. კარგად გამოიყურება ნამდვილად და ფერი არის განსხვავებული სხვათა შორის. ეგ მიყვარს, როდესაც მანქანის რაღაცა კონკრეტულ მოდელებში რაღაცა გამორჩეულ ფერებს გამოიყენებენ ხოლმე და ეს ფერიც რაღაცნაირი ძალიან ლამაზი და ელეგანტური ფერია სხვათა შორის. ვირთხის ფერი. რა? სველი ქვი. როგორი სინემატიკურია სველი ქვიშა. რა კარგად თქვი. ჩვენ გვაქვს აქ Porsche-ს Macan-ის, აი ეს უკვე ახალ მოდელებში არის გადაბმული ფარები. აი აქ გვაქვს ჩვენ ესეთი რაღაცნაირი განცალკევებული ფარები, რომელიც ცოტა ბლეყვეურად გამოიყურება. ბლეყვეს განმარტება მივაწეროთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ბევრს არ ცოდნია და მე ამ სიტყვას ძალიან აქტიურად ვიყენებ. და უკნიდანაც აი ეს გვერდები მომწონს რა. აი ეს გვერდები ლამაზად არის გამოყვანილი, მაგრამ რო გითხრათ რომ აი აქ დიდად გავგიჟდე გადავირიარე ამ ადგილას, თითქოს უნდათ რომ ძალიან სადა გაეკეთებინათ, არაფერი ზედმეტი და მარტო Porsche-ს ეს, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ესეთია. არც უცვამობ, არც კარგს, მაგრამ ესე გვერდები ძალიან ლამაზად არის გამოყვანილი, ეგ მომწონს. ამასაც და იმასაც აქ ეს რაღაცა ვითომ სპოილერებით გამოწეული ჰაერის აეროდინამიკა ვითომ მოდის აქედან და რაღაცეები, მაგრამ ეხლა გადავიდეთ სალონზე. ერთი წამი გვერდიდან უნდა ველაპარაკო თურმე ამ მანქანაზე. რაღაცნაირი წვეტები აქვს. სამკუთხედები აქვს გამოყვანილი. გამახსენა როგორი რაღაც, იცი? ძველ მანქანებში რაც მომწონს. აი, უნდა აუღნიშნო, ესე იგი, მოტოს აქვს ხმაურის უფლება რომ იაროს ასე და ჩემ CRX არა აქვს. ადრე იყო ეგეთი მანქანები, აი, რაღაცა ზოლი შეიძლებოდა მთელ მანქანაზე გამოეყვანა და იმის ფორმირებაზე ეწოლა მწარმოებელს, რომ იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული დეტალი ყოფილიყო და აქ ეხა ბევრი რაღაცაა გამოყვანილი, მაგრამ ის არ არის რომ უბრალოდ ჟესტი ჩამოასხეს და მიამაგრეს რა, რაღაცა ფორმა მისცეს და ეგ სხვათა შორის კაია. ხო, დისკები, Hyundai-ს რაც აქვს, ელექტრომანქანის დისკებს გავს. ამ მანქანას უხდება დიზაინში შედება რაღაცნაირი ისეთი მომავლის მანქანის ვიზუალი აქვს და საბოლოოდ ალბათ Hyundai-ს ეგ უნდა რომ მთლიანი ელექტროფიკაცია მოახდინოს თავის ბრენდში
და ნელ-ნელა აჩვევს ყიდველს ამ დიზაინს. ხოლო რაც შეეხება Porsche-ს გვაქვს Porsche-ს 20-იანი დისკები, რომელიც გემოვნებას არ დაობენ რა. კაია, მაგრამ მე არ ვგიჟდები. სტანდარტული რაც არის, ვერავინ რო ვერ იტყვის სულს და ვერც იმას რომ აი გავგიჟდე გადავერიო. ეხლა გადავიდეთ სალონზე. კოვრიკები არ გარეცხედათო? რისთვის გადაგიხადე 5 ლარი სამრეცხაოში? რა თქმა უნდა, აი ეს ბარი, Porsche-ს დამახასიათებელი გვაქვს აქ გამოწეული, რომელიც მე ძალიან მომწონს. ლამაზია, ლამაზად არის, ანუ რთულია, რომ ამდენი ღილაკი ესე ლამაზად დიზაინში გამოიყვანა და აქ არის გამოყვანილი, რა თქმა უნდა, Porsche-ა და ეგ არ შეეშლებოდა. აქ გვაქვს მულტიმედია, რომელიც არც თუ ისე კარგად გამოიყურება, ეხლა რო გითხრათ, რომ მაღალ ტექნოლოგიურია ძალიან და რაღაცა განსაკუთრებულიც არის. არა, მაგრამ 2015 წლიანი მანქანისთვის საკმაოდ კარგი არის. და რა თქმა უნდა, გვაქვს Porsche-ს საათი, ლეგენდარული საათი, რომელიც აი, არ ვიცი, რო ჯდები, აი ეს საათი გეუბნება, რომ შენ Porsche-ში ჩაჯექი, მეგობრო, შენ იღბლიანი. და რაც შეეხება მატერიალებს, მატერიალები საკმაოდ კარგია. რა ვიცი. 2015 წლის მერე არის გასული 11 წელი. და არაფერი არ ჭრიჭინებს. კარგად არის ყველაფერი. აქ გვაქვს ჩვენ სიმის ჩადება შეგიძლიაო მეუბნება და აქ დისკის საკმაოდ კარგი რაღაც არის. გვაქვს Porsche-ს საჭე, რომელიც ესეც ლამაზად გამოიყურება და ძალიან კარგი არის. სავარძლებიც კარგი ფორმისაა, მაგრამ რო გითხრათ, რომ გადავირიე და საოცრად კომფორტულია თქო, არა, ჩემ 92-ში ბევრად კომფორტული სავარძლებია, მაგრამ ნუ ესეც კარგია, ნამდვილად, ცუდი არ არის და ესე ვერ დავიწუნებ და რაც უნდა აღვნიშნო, გოგამ მითხრა, რომ ეს თუ შეიძლება აღმინიშნე, აი Porsche-ს მფლობელი რო ხარ და სადღაც აი შეხვედრაზე ხარ რა. თუ შეიძლება მოვაწერ ხელს იმ 15,000-იან მას. 15,000-იანს იმიტომ ხარ, რომ კაი მანქანით რომ მიდიხარ, ამ მანქანით თლად მილიონებზე ვერ არის საუბარი, მაგრამ 15,000-იან ხელშეკრულებას მოვაწერ ხელს, რა, 15,000 ცუდი ფულია, თქო. მაგარი მანქანის ფულია. აქ მოყვება Porsche-ს საბუთები. პანორამული ჭერი გვაქვს, ესე გადაწევ. ვარსკვლავს დაინახავ ღამე და რო დაისრება კიდე დასრულ იმას დაინახავ. პანორამას ერთი მინუსი ეგ აქვს, რომ იცოდეთ. აქაც რა ლამაზად არის, ნახე ღილაკები, რამდენი ღილაკია გამოტანილი, მაგრამ ლამაზად არის გამოტანილი რა. არა, Porsche-ში იციან ეგ. ამ მანქანაზე რა გვაქვს? უკან ხედვის კამერა, მაგრამ როდესაც წინ მიდიხარ, უკუსვლის შემდგომ ან რაღაცას რო უახლოვდები, წინ კამერა არ აქვს, მაგრამ აქვს ხმა. დიდად რო გითხრათ, რომ განსაკუთრებული და საოცარი კამერა აქვს თქო, არა, მაგრამ ამ კამერას ერთი ისე აქვს, რომ შეიძლება ხარისხი არ უარგა, მაგრამ სივრცის აღქმა ერთ-ერთში აქ, ანუ ის არა აქ რომ წელავდეს კადრს ან რაღაცა მაგდაგვარი სხვა ზომებს ეჩვენებს, ანუ თითქმის ერთ-ერთში აქვს და მარტივია ამ კამერით პარკინგი. ეგ კარგი აქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს ელექტრონული სკამები და ეს ბალიშები და რაღაცეები მაშვება, იბერება, აქედან გამოდის და ამოდის, მახსოვრობა აქვს და ასევე გვაქვს ჩვენ Bose-ის აუდიო სისტემა, რაც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ძალიან კარგი აუდიო სისტემაა და უკვე გამოცდილია და ვიცით რომ მაგარია. წავით ახლა Hyundai-ში. აქ შედარებით სხვანაირი ვიზუალი გვაქვს, ანუ Porsche-ში თუ გვაქვს ღილაკები ძალიან ლამაზად და ისე გადმოტანილი აი აქ ყველაფერი, აქ თითქოს უფრო ფუტურისტული და მინიმალისტურია ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ ბევრი რამე გვაქვს. გერმანულად არის. ალბათ ამისთვის უნდა დამეჭირა. აი აქ გვაქვს ყველაფერი გამოტანილი, ხმის აწევა დაწევა. აქედან არის რაღაცა უცნაური ხმა აქვს, როდესაც აჭერ. მაგრამ ნუ ხო არ მომეწონა ეს ხმა. აქ გვაქვს რადიო, აქ გვაქვს მედია, რო გითხრათ, რომ ძალიან სწრაფად მუშაობს და 2023 წლიან მანქანას ასე შეეფერება ამის მუშაობა ნამდვილად არ არის ეგრე, მაგრამ ცუდიც არ არის. აი აქ გვაქვს გამოტანილი სავარძლის გაგრილება, გათბობა, რაც Porsche-შიც ჰქონდა დამაუწყო იქ აღნიშნო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა სავარძლის გაგრილება, გათბობა აქვს, საჭის გათბობა, პარკინგ კონტროლი სხვათა შორის, აი მე ამ მანქანაზე უფრო მომეწონა. ნახეთ 360 აქვს, ზევიდანაც იყურება, უკანა მხარეც არის და აი ესე გაყოფილათაც გაჩვენებს. ერთადერთი წინ არა აქვს, აი მხოლოდ წინ რო გაჩვენოს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ამ მანქანას არა კომპლექტაციაში, მაგრამ კომპლექტაციას თუ არჩევს სწორს, იმას ექნება. მაგრამ აქვს ზემოდან, ანუ ზემოდან მთლიანად შეგიძლია დახედო მანქანას და ნახო წინ რამე ხო არ არის. ეგეც ძალიან კარგია. როგორ გვაქვს ახლა სიჩქარეების ბერკეტი? არ გვაქვს ჩვეულებრივი გადმოსაწევი ან ხელზე ჩამოსაწევი, გვაქვს ღილაკები. ეს არის პარკინგი, ეს არის D, ეს არის reverse, ან drive, reverse და ნეიტრალი. ამას დავაჭერთ ტორმოს, დავადგამთ, არის მანქანა D-ში, შეგვიძლია წავით. აქედან იცვლება drive რეჟიმები, სპორტი გადაერთო და გაწითლდა და გვაქვს ეკო, მხოლოდ ორი drive რეჟიმი გვაქვს. რაც შეეხება საჭეს სხვათა შორის კარგად გამოიყურება და ლამაზია, ვერ ვიტყვი რა ცუდია რა, დიზაინზე ნაფიქრია, აქ რაღაცა ისე არის გამოყვანილი, დიდ გზაზე შემიძლია ხელი ეს ჩამოუდო და მარტივად მართო მანქანა.
აქაც ხელში კარგად მოყვება, ეს არის წვრილი და საკმაოდ კომფორტული არის ხელში მოსახმარად ეს საჭე და ღილაკებიც მაქსიმალურად აი მინიმალისტურად არის გამოტანილი. და მომწონს რა ერთი სიტყვით რომ ვთქვა, რაც შეეხება უკვე მატერიალებს, აქ შედარებით უკვე რა თქმა უნდა დაბალი ხარისხის მატერიალებით არის ნაკეთები. ოღონდ Porsche-სთან შედარებით ვიძახი ხა, კი, ისეთი ხარისხის ყავები და მატერიალები არ გვაქვს გამოყენებული, მაგრამ არ არის ცუდი, მინდა რომ გითხრათ. საკმაოდ კარგია. ეს ცოტა ტრიჭინებს, მაგრამ ნუ აი ესე რომ ეჯიკავები, თორე ისე არ ტრიჭინებს რა, არაფერი ისეთი პრობლემა არ აქვს. ამ სავარდლებსაც აქვს დაბერვის და ამობერვის რაღაცა წელის სისამოდის მარტო, ოღონდ. აქაც გვაქვს პანორამული ჭერი. ეს უფრო სწრაფად მოძრაობს. ხო, აი ამას აქ Android Auto და CarPlay რაც საკმაოდ კომფორტული არის, მაგრამ 2022-იანი, ანუ 23-ად 22-ად განვაჟდა 2022-იანი მანქანა და რა თქმა უნდა რომ უნდა გქონდეს ის 2015-იანი, იმას არ მოეთხოვება. მაგრამ ამ ვიდეოს მთავარი იდეა არის ის, რომ ორივე დაახლოებით ერთი ფასის კატეგორიაშია და როდესაც გვინდა რომ ვიყიდოთ ავტომობილი, რომელი ვიყიდოთ, ეს თუ ის, ისევ Porsche თუ ახალი Hyundai. აი მაგაში მაგრამ ნიშნულოვანი არის მოძრაობისას, რომელიც უფრო გადაადგილდები და კომფორტულად ქალაქში და მოდი ახლა სიარულში ვნახოთ ეს მანქანები. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და იცოდეთ რომ როდესაც 30000 გავუწერეთ და რამეს გავაკეთებ. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გვაქვს 3.0 Twin Turbo. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გვაქვს 3.0 Twin Turbo ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 340 ცხენის ძალას, შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ კარგი მონაცემებია. თუმცა ეს ავტომობილი არის SUV და შესაბამისად წონა რა თქმა უნდა ცოტა დიდი გვაქვს, დაახლოებით 1865 კილოგრამ სიწონის ცარიელი წონა ავტომობილის. ნუ მძღოლთან ერთად თუ ჩემნაირი ჭარბწონი მძღოლია 1900-საც ხდება. ხო და შეიძლება ითქვას რომ ამ ავტომობილს სიმძლავრე არ აკლია. მიდის, კი ბატონო, დავიდა ნამდვილად, უბრალოდ ცოტა გვიან. მაგრამ აი სისხარტე არ აქვს, სავარაუდოდ კოლოფის გამოც არის, არ ვიცი, ვერ გეტყვით. აკრეფაზე დაჭერდა მოკლედ დრო რა, მაგრამ მე წავიდა საკმაოდ კარგად და აი ეს მომწონს რა, ზუსტად ის Porsche-ს ხასიათი აქვს სიარულში, რაც გვიყვარს, რომ აი ცხვირონავაწია და აგდო უკანა მხარე და აი ეგ მაგ განცდას გაძლევს Porsche-ს ეგ მიყვარს ძალიან და ამაშიც ეგ არის შენარჩუნებული ეგ განცდა ძალიან კაია და სასიამოვნო სამართავია მაგის გამო ავტომობილი და ნამდვილად ამართლებს თავისი ბრენდის სახელს. ცოტა ბრაგუნა არის. ეგ მაინც იქიდან არის გამოწვეული რომ Porsche გთავაზობს SUV-ს, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ სედანის მართვის ხასიათი. არ ირხევა მანქანა დიდ სიჩქარეზე, საკმაოდ კარგად მოძრაობს და რაღაცა ქანაობებს არ აკეთებს, რაც მეზიზღება მანქანაში. აი ეს მანქანა მაგას არ შვება და მაგ მხრივ ძალიან კარგია და ახლა ცოტა სიგრუპა მაგ შემთხვევაში უნდა აიტანო რა. წარმოებელი გვეუბნება რომ ქალაქში ეს ავტომობილი დაახლოებით წვავს 13-დან 15 ლიტრამდეო. მაგრამ ეხლა რასაც ვუყურებ, აქ მეუბნება თვითონ ავტომობილი რომ მე ვწვავ დაახლოებით 17.9 ლიტრსო. ეს შეიძლება სიარულის მანერაზეც არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, რამდენად ეკონომიურად დადიხარ, არ დადიხარ ეკონომიურად, მაგრამ ხო, რა დაახლოებით ეს ავტომობილი ამდენს დაწოვს, ახლა 6 ცილინდრიანი ავტომობილი, რომ ცოტას არ დაწოვს, მით უმეტეს ამხელა და ასეთი წონის, ეგ ყველამ კარგად ვიცით. ნუ ტრასაზე უფრო ცოტას დაწოვს, რა თქმა უნდა, შედარებით ეკონომიური იქნება, მაგრამ ახლა რო ვთქვათ, რომ ეს ავტომობილი ეკონომიური არისო, ვერ ვიტყვით მაგას. ქალაქში 17.9 ლიტრი წვა 18 লিტრამდე. საკმაოდ მსუყია. სალონში საკმაოდ კომფორტულად ვზივარ. სიფრცე არის იმის მიუხედავად, რომ ეს ავტომობილი არ ითვლება დიდი ზომის ავტომობილად, ასე ვთქვათ, მომცრო ზომის SUV-ით ითვლება უფრო. საკმაოდ კარგი სიფრცეა, მე საკმაოდ კარგად ვზივარ. გვერდზე მჯდომი ადამიანი საკმაოდ კარგად დაჯდება, მით უმეტეს, როდესაც აი ამხელა ბარი არის შუაში გამყოფი. ერთადერთი აი უკან არ არის დიდი სიფრცე რა, აი დათო მაგალითად, როდესაც დაჯდება რომ თავისუფლად მოთავსდეს წინ, უკან ადამიანს გაუჭერდება ჯდომა. ეხლა რასაც უყურებ, გაუჭერდება კი არა, მგონი საერთოდ ვერ დაჯდება. კაი, წავიდეთ ახლა გადავინაცვლოთ უკვე Hyundai-ში და ვნახოთ იქ რა ხდება სიარულისას. ჩვენ გადმოვინაცვლეთ Hyundai Tucson-ში, რომელსაც აქვს 1.6 ძრავი და DCT გადაცემათა კოლოფი. დიდად რო გითხრათ, რომ DCT გადაცემათა კოლოფზე გიждებით, რომ მოგატყუებთ.
არ მიყვარს. მაგრამ ნუ დღევანდელ დროში ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და გამომდგარი ვარიანტი არის. რა თქმა უნდა, რომ ამ ავტომობილს არ აქვს ბევრი ცხენის ძალა, დაახლოებით 150 ცხენის ძალა აქვს და ეს ეთყობა აჩქარებაზეც, როდესაც დააჭერგას ფეხს, აი არ ხდება არაფერი რა. ძრავი ღმულს იწყებს, იმიტომ რომ ძალა ადგება და პატარა ძრავი არის და ვერ ძრავს ავტომობილს კი იმასთან შედარებით უფრო მჩატი არის დაახლოებით 1600 კილოგრამია თუ სწორად მახსოვს, მაგრამ მაინც ცოტა არის ამ ავტომობილისთვის, ამ ხელ ავტომობილისთვის 1.6 ძრავი. სამაგეროდ ჩვენ აქ წვა გვაქვს ცოტა. ნახეთ, იმ შემთხვევაში თუ ძრავის მოცულობაც დიდი გქონდა, ცხენის ძალებით მეტი გქონდა და შესაბამისად წვაც მეტი გქონდა, აქ შეიძლება რომ სიმძლავრე არ გვაქვს იმდენი, მაგრამ აქ დეშბორდზე მიწერს ავტომობილი რომ წვავს 7.9 ლიტრს. ოფიციალურად უწერია რომ დაახლოებით 6 და რაღაცა აქვს წვა, ზუსტად არ მახსოვს რა. 6 და 5 თუ რაღაცა ეგრე აქვს წვა, მაგრამ რეალურად წვავს 7.9 ლიტრს. ეს ავტომობილი შედარებით უფრო რბილია, რასაც ვუყურებ. უფრო კარგად და ესე რბილად გადადის ბუგაროკებზეც და აი კი, სავალი ნაწილი შედარებით ბრაგუნებს, მაგრამ თითქოს ხისტი არ არის რა. აი, სიხისტი არ აქვს. შედარებით უფრო ახლა ესე რომ გადაივლე, საკმაოდ რბილია და კომფორტულია. მაგრამ აი ძალიან არა, მაგრამ ოდნავ აი თითქოს სიარულისას ის ქანაობა აქვს. აი მყარად ვერ დგას გზაზე. როგორც Porsche დგას გზაზე, ისე მყარად ვერ დგას, რა თქმა უნდა, გზაზე. თუმცა ცუდად ეს ნამდვილად არ დადის. ვერ ვიტყვი რომ ცუდად დადის. ზოლების კონტროლი აქვს და დამღალა და დაცვის სისტემები აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახალი ავტომობილი რაღაც წინ შეჯახებისა, წინააღმდეგო ზოლების კონტროლი, ზოლს რომ იყვეს და ესეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, რომ ბევრი აქვს ამ ავტომობილს. აბა სპორტს უცებ გადავავლოთ თვალი რა ხდება. გადავუყო სპორტში. არაფერი შეიცვალეთ. საჭე გამემაგრა. საბოლოო ჯამში რა ვთქვა თუ რომლის ყიდვა ჯობია $20,000 ფარგლებში, როდესაც ვეძებთ ავტომობილს, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ რა გინდათ ავტომობილისგან. თუ გინდათ მაგალითად ცოტა წვა და მნიშვნელოვანია ეკონომიურობა, მაშინ აუცილებლად ტუქსონი უნდა იყიდოთ. ხოლო თუ გინდათ რომ ავტომობილს ასე ვთქვათ, კონდეს სიარული, რომელიც ყოველდღიურად კომფორტს შეგიქმნით, იყოს Porsche და ასე ვთქვათ შიგნიდან ის სიმდიდრის განცდა უფრო მოგცეთ ვიდრე ეკონომიურობის და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა Porsche უნდა იყიდოთ. მე ორივე ავტომობილი მომწონს, უბრალოდ ორივეს თავის დანიშნულება აქვს რა. თუ ეძებ ეკონომიას, არ უნდა იყიდო Porsche, იმიტომ რომ ბევრს სწოვს და ძვირიც ჩდება ამის შენახვა. და თუ გინდა ეკონომიურობა, მაშინ ის უნდა იყიდო. აი, ეს განსხვავება ამ ორ შორის და ერთ შემთხვევაში თმა გავისწორო, რას მიგავს. ქარია, გენცოლე გოგოა. დანარჩენ შემთხვევაში ორივე ძალიან კარგი ავტომობილია, ორივე თავის საქმეს იდეალურად ასრულებს, რაც გამოუშვო მწარმოებელმა და რაც გითხრა, რომ აი ამის გამოუშვება, მაგ ყველაფერს კარგად აკეთებს, უბრალოდ თქვენ რა გინდათ. აი ეგ არის ამ ორ შემთხვევაში. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს ყიდვა არ ღირს. მე ალბათ რო ვეძებდე $20,000 ფარგლებში და მჭირდებოდეს SUV და ვიყო ადამიანი, რომელსაც უბრალოდ მანქანა გადასადგილებლად მჭირდება, ალბათ Porsche-ს ვიყიდდი. იმიტომ რომ მისი სიარული უფრო მომწონს. მაგრამ აუცილებლად ყველას ვურჩევ Tucson's, ვისაც უნდა კარგი ავტომობილი და რაც თავარია ეკონომიური. აი ეგ არის რა. ხო ჩამოვყალიბდეთ მაგარია. ეხლა გამოიწერეთ ჩემი არხი და აჭერეთ ძალის ღილაკს და არ დაგავიწყოთ რომ 30,000 გამომწერზე რამეს ვიზავ.